მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში. მეც მშვიდად ვარ. არადა, აქამდეც მშვიდად ვიყავი კაცმა რო თქვას, მაგრამ ახლა სულ ნეტარებ. მას შემდეგ რაც სუსის უფროსად მამუკამ დინარაძე გაამწესეს. სულ ნარჩევი ბიჭებიო ხომ გაიგიათ? აი, ასე შეუძლიათ თქმა ბორის ივანაშვილს. სულ ნარჩევი ბიჭები ყავს. აირჩიეთ რომელიც გინდათ, ნებისმიერს დაადეთ ხელი. სულ ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე ჭკვიანი, ერთმანეთზე სათნო და ფასდაუდებელი. დადეთ ნებისმიერ სკამზე და შედეგი იქნება იგივე. აი, არაფერი არ შეიცვლება. ოღონდ მაინც გაუმჯობესდება. ფასდაუდებელია მისი ანალიტიკური უნარჩვევები, ის გამოცდილება, რომელიც ბატონმა ანრიმ დააგროვა ამდენი წლის განმავლობაში და ის აუცილებლად წაადგება მას. ისე ფასდაუდებელი თუ იყო, რატომ მოკიდეს ხელი და რატომ გადააგდეს სუსიდან ქოცთა პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე? იმიტომ რომ მამუკამ დინარაძე არანაკლებ ფასდაუდებელია, არანაკლებ პროფესიონალი და არანაკლებ დაუღალავი. მამუკა დინარაძე არის ლიდერი, რომელიც არასდროს არაფერზე არ იხევს უკან საკუთარი ქვეყნისთვის და მას გამორჩეულად აქვს გამსაფრებული როგორც პატრიოტიზმი, ასევე სახელმწიფოებრივი ხედვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ თანამშრომლობდით საქართველოს პარლამენტში, ის ნამდვილად იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ იღლებოდა საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნით. თქვენთან დიდი ბოდიში და მხოლოდ მაშინ, როცა სუსიდან გააჭიტლაკა. აი, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ანრი ოხანაშვილი, აი ეს ფასდაუდებელი და დეკემბრიდან აპრილამდე იუსტიციის მინისტრად გაუმწესებია რუსბორიას და მწველი კითხვა კიდევ უფრო გამიმწოვდა. თუ ასეთი ძვირფასი კადრია, ასეთი პროფესიონალი და პატრიოტი, 8 თვეში 2 მინისტრობიდან რატომ გააგდეთ? ასეთ რამეს მოხერხება უნდა ბატონო ანრი და თქვენ ეს შეძელით. აფერომ. ახლა რა იქნება? ახლა ეს უნიკალური პატრიოტი, დაუღლელი, ჩაუმუხლავი, სუპერპროფესიონალი და ფასდაუდებელი კაცი გადაიბარგებს მთავრობის ადმინისტრაციაში და დაერქმევა პრემიერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სერიოზულად ჟღერს, სერიოზული თანამდებობა, მაგრამ რის მაქნისია? აი ეგ უკვე სხვა საქმეა. ეროვნული უშიშროების საბჭო ნუგზარ საჯაია შექმნილი მართლა სამსახური იყო და სერიოზულ საქმეს აკეთებდა, სერიოზული კადრების გაზარდა. მერე სხვები იყვნენ. მერე საბჭო გაორდა, ერთი პრეზიდენტთან დარჩა, მეორე პრემიერ-მინისტრთან. მერე მხოლოდ პრემიერთან დარჩა და უსაფრთხოების საბჭო ერქვა. მერე კიდევ შეუკვეცეს ფრთები და საბჭოს მდივნობა ერთ-ერთ ძალოვან მინისტრს შეუთავსეს. სანამ გომელაურობდა, საბჭოს მდივანიც ეგ იყო. ახლა კი აპარატიც გააუქმეს მთელი ანალიტიკური და პრაქტიკული ფუნქციებიც. და დარჩნენ ერთი კინკილა ოხანაშვილის ტვინის ნაჟურის იმედად. მდივანიც ეგ იქნება ახლა, დირექტორიც, აღმასრულებელიც, ანალიტიკოსისა და ყავის მომდუღებელიც. ყველაფერი. პრინციპში ახლა საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობას რა დიდი ანალიტიკა და კვლევა სჭირდება. ხელის გულზეა. დახედე რუკას და ნახევარ დღეს უყურე იმეცსა და პოსტივის და ყველაფერს მიხვდები. ჩემს მეტი ბატონო ანრი, ჭირისუფალი მგონი აღარავინ დაგჭირდა და ისევ მე შევაჯამებ თქვენს სახელოვან 4 თვიან მოღვაწეობას სუსის უფროსად. დაპატიმრებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიქაუტაძე, ვისაც ღარიბაშვილის ბანკირს უწოდებდნენ. მეკთა მეობისთვის. სახლი ქონია ამ კაც მადრიდში. მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რმ. გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600.000 ევროს შეძენის ფაქტი. დაპატიმრებულია ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი-ძმა, რომელსაც სამხედრო ბიუჯეტი 1.333.000 ლარით დაუზარალებია სამედიცინო აპარატურის ძვირად შესყიდვით. დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გხ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.333.728 ლარი გაიფლანგა. დაპატიმრებულია 2 ადამიანი 3 მილიონის ღირებულების ურანის ტრანსპორტირებისთვის. და დაპატიმრებულია ლევან ხაბეიშვილის მეგობარი ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში ვიღაცის დახმარებისთვის. საქმის ღირებულება 6,500 დოლარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეა და აუცილებლად შეგიყვანთ მსოფლიოს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში, თან ყველაში. დაკავებულია პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლც. საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. მაგრამ ვეღარ შეგიყვანთ ბატონი ბორისის ყველაზე სანდო ხელის ბიჭების სიაში, რადგან თქვენ ჩააფლავეთ მთავარი საქმე, რისთვისაც მაქს კამზე დაგდოთ. ვერ ამოიღეთ ბაჩიაშვილისგან თითქმის მილიარდი კრიპტო დოლარი, რომელსაც თქვენი ხაზეინი ედავება. კი, არაბეთში დააპატიმრებინათ პოლიციას, მაგარია.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსი მეგობრები დაგეხმარდნენ მაგ საქმეში, იმიტომ რომ იმათი კარგი კავშირები აქვს. ჩამოიყვანეთ, მაგარია. ჩასვით, მაგარია. ვიღაც ამბალი შეუგდეთ საკანში და ამოახდევინეთ სულიცემით, მაგრამ კოდები ვერ გამოსწალეთ. ხო და არც ისეთი ფასდაუდებელი კადრი ყოფილხართ. სულ ეგ კოდები ყოფილა თქვენი სამსახურის ფასი. და ვინ იფიქრებდა, რომ თქვენი კარიერა ბაჩიაშვილისგან ვერ მიღებული ციფრების რაღაც კომბინაციაზე იქნებოდა ჩამოკიდებული. და იმ კაცის რაზეც თავიდანვე ეკიდეთ და კიდიხართ. ბატონო ანრი და ყველა დანარჩენო კოცო. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.